ხელისუფლების პირობებში დაზარალებული ბიზნესმენები წართმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს სასტუმრო რედისონში კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა“. კონფერენციის ორგანიზატორი ამავე სახელწოდების საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებული ბიზნესმენები ერთიანდებიან. მოძრაობის მიზანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულთა გაერთიანება ზიანის აღრიცხვა და დაცვა. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელიტ ელექტრონიქსის ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძეც არის. მისი განცხადებით სამართლიანობის აღდგენის პროცესში არასამთავრობოები და მოქალაქეები ჩაერთვებიან. ხედავთ რომ თქვათ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თუ ლიდერები ცდილობენ დაქირავებული ლობისტების გზით თუ სხვადასხვა მეთოდებით წარმოაჩინონ თავი პოლიტდევნილებად და ხშირად ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები შეცდომაში არიან შეყვანილი და აკეთებენ მკვეთრ განცხადებებს. რაც ჩვენ შიშის აღძრავს რომ ეს ხელ შეუშლის პროკურატურის საქმიანობას, სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ მოძრაობის მიზანი იქნება აღრიცხოს ის დანაშაულები წარმოაჩინოს. განისაზღვროს გეგმა, ხედვა თუ როგორ აპირებს სახელმწიფო აი ამ პრობლემის მოგვარებას. ამ ეტაპზე ესეთი გეგმა ფაქტიურად არ არსებობს და სახელმწიფო მხოლოდ თქვა ის რომ აღარ მოხდება ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ან ქონებრივი თემების გადახედვა, რაც მე ვფიქრობ რომ შეცდომა არის.